თბილისის სატრანსპორტო სისტემა აქტიური ცვლილებების ეტაპზე ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსების სპეციალური ზოლები, მეტროს მოდერნიზაცია, ველო ინფრასტრუქტურის განვითარება და თბილისში ტრამვაის დაბრუნება. ეს ის იმ ნაბიჯების არასრული ჩამონათვალია, რომელმაც დედაქალაქის მობილობის პოლიტიკა უნდა შეცვალოს. რა ეტაპზეა თბილისის სატრანსპორტო რეფორმა, რა როლი ექნება ტრამვაის დედაქალაქის მობილობის სისტემაში, რა მიდგომით იგეგმება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და როგორია მთლიანობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების შემდეგი ეტაპი. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილესთან. დავით ჯაიანია ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემის სტუმრობისთვის. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ალბათ ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემაზე, რომელიც კი დედაქალაქის მასშტაბით თითოეულ არა მხოლოდ აქ მცხოვრებს, არამედ ჩამოსულ ადამიანს და ვიზიტორს აინტერესებს და მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. დავიწყოთ ტრამვაით, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა ბოლო პერიოდის. რამდენად შეცვლის ტრამვაის რეალურად ეს ხაზი და ეს მონაკვეთი იმ სატრანსპორტო სურათს, რომელიც დღეს დედაქალაქში გვაქვს საცობების კუთხით? მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და ამ თემით დაინტერესებისთვის. ნამდვილად თემა არის განგრძობადი და თქვენ უკვე ახსენეთ, რომ ზოგადად მერის სატრანსპორტო პოლიტიკა არ არის ერთი რომელიმე მიმართულებით შემოფარგლული პროცესი. ეს არის რამდენიმე სრულყოფილი ძირფესვიანი მიმართულების ერთდროულად სხვადასხვა ნაბიჯების ერთობლიობა. ტრამვაისთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ უკვე ამ კვირას გვქონდა საცხარულო ინფორმაცია, რომ გვაყავს უკვე გამარჯვებული ეს შერჩევა შეფასების ეს აღნიშნული ეტაპი დასრულდა და ჩვენ უკვე შესაბამისი ვადის დასრულების შემდეგ მალევე გვექნება საშუალება, რომ უშუალოდ გავაფორმოთ ხელშეკრულება გამარჯვებულ კონსორციუმთან და დავიწყოთ უკვე დაგეგმარების სამუშაოები. რა ვადას მოიცავს დაგეგმარება? დაგეგმარებას ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველი კონცეპტუალური გეგმა უკვე გვექნება 3 თვის ვადაში ხელშეკრულების. და მთლიანობაში რა ვადაში უნდა დასრულდეს? საბოლოო ჯამში საპროექტო ვადა არის 36 თვე, რაზეც გაცვლილი არის მთლიანად პირველი ტრამვაის. ანუ 3 წელიწადში თბილისს უნდა ქონდეს ტრამვაი. დიახ, 3 წელიწადში. რეალურად განტვირთავს თუ არა ეს იმ მონაკვეთს, სადაც ეს უნდა აშენდეს, თორე დიდი ღომი არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთია დედაქალაქში დღეს. უდავოდ ისევე როგორც სხვა მიმართულებები, რომელიც ჩამონათვალშიც იყო, უშუალოდ ტრამვაის აღნიშნული პროექტის განხორციელებაც ეფუძნება თბილისის სატრანსპორტო გეგმას. ეს არის 20 წლიანი გრძელვადიანი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც შეიქმნა სწორედ თითოეული უბნის თუ რაიონის ზოგადად საჭიროებებიდან გამომდინარე და აი იმ შეირჩა თითოეული რაიონისთვის ის გადაწყვეტები ტრანსპორტული მობილობის თვალსაზრისით, რომელიც მათთვის იყო უპრიანი და საჭირო. რა თქმა უნდა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ზრდა, რომელიც უკვე არსებობს საფრთხაკადში და ასევე დაგეგმილი არის, რა თქმა უნდა, ეს იყო პირველი საფუძველი იმისა, რომ თბილისის ტრანსპორტო გეგმის ჯგუფმა უშუალოდ მიუთითა პირდაპირ მოგვცა რეკომენდაცია გაგვეკეთებინა არჩევანი სალიანდაგო ტრანსპორტზე, ანუ ტრამვაიზე. ამ შემთხვევაში ტრამვაის გარდა ეკოლოგიური ძალიან დიდი ბენეფიტისა, რა თქმა უნდა, მოგეხსენებათ, აქ ჩვენ საუბრობთ დაახლოებით 300 ადამიანის გადაყვანაზე ერთი მატარებლის მიერ და ასევე მნიშვნელოვანია ის მარშრუტი, რომელშიც საპროექტოდ არის დაგეგმილი, ხო, ეს მარშრუტი მთლიანად ტრამვაის მონაკვეთი, რომელიც მიდის მეტროსადგურ დიდუბემდე. მეტროსადგური დიდუბე ავტომატურად ნიშნავს არა მხოლოდ კონკრეტულად მაინც და მაინც პირდაპირ მეტროსთან წვდომას, არამედ იგივე საავტობუსე ტრანსპორტთან, ეგრეთ წოდებულ მიკროავტობუსებთან თუ სხვა. კი ბატონო, პირდაპირ ამ გზავრის გადაყვანას შესაბამის მიმართულებებზე, სადაც ისინი აირჩევენ. თუმცა აქ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი ნაწილი შემოდის. მე კარგად ვიცნობ ამ ტერიტორიას, იმიტომ რომ ხშირად მიწევს იქ გადაადგილება და სწორედ ამის გათვალისწინებით ვკითხულობ, რადგან მარშალგელოვანი ასეთი გადატვირთულია, რადგან დიდი დიღმიდან წამოსული სატრანსპორტო ნაკადი ძალიან დიდია. მირიან მეფეზე გამავალი ეს ტრამვაის ხაზი რამდენად რეალურად შეცვლის აი ამ რთულ სურათს. მიუხედავად იმისა, რომ კი მას საკმაოდ დიდი რაოდენობით ადამიანების გადაყვანა
ანა შეუძლია ერთ კონკრეტულ დაუშვათ მონაკვეთზე, ხო? ამიტომ საინტერესოა თვითონ რამდენად და ასევე საინტერესოა როგორ მოეწყობა. ეს რეალურად საავტომობილო ავტომობილების გადაადგილების კუთხით რაიმე პრობლემას ხომ არ შექმნის, იმიტომ რომ ეს არის კითხვები, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უდავოდ კარგი სიახლეა ტრამვაის საკითხია, ეს კითხვები არსებობს. რა თქმა უნდა, ძალიან ლოგიკური კითხვები არის. პირველ თავიდანვე აღნიშნავთ, რომ არანაირი შეფერხება ან მით უმეტეს ხელის შეშლა არსებულ ქსელთან, რომელიც არის ამ შემთხვევაში სამანქანო, რაც თქვენი კითხეთ არ იქნება, იმიტომ რომ თვითონ პირველ რიგში გამოივლის აღნიშნულ მონაკვეთს, გამოივლის შუაგამყოფ ზოლში ტრამვაი, ეს არის საპროექტო გადაწყვეტა, რომელიც ჩვენ გვაქვს შესაბამისად არსებული სამანქანო ზოლების რაღაცა შევიწროება ამით არ მოხდება და ასევე კვეთის წერტილებშიც დიდი დიღმიდან და ასევე როდესაც რობაქიძის გამზირზე გადავა ტრამვაი, გამოყენებული იქნება პანდუსები, შესაბამისად აქაც არანაირი შეფერხება დამატებითი არ იქნება. ეს პრინციპულად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამის გარდა მგზავრთნაკადთან დაკავშირებით ზუსტად რაოდენობა დაახლოებით, იმიტომ ვახსენეთ, რომ ყველა ეს ადამიანი, რომელიც გამოიყენებს ტრამვაის ამ შემთხვევაში, არის მოკლებული, ასე რომ ვთქვათ, იმ ნაკადს, რომელიც მერე საბოლოო ჯამში ქმნის სწორედ სამანქანო საცობს და აქედან გამომდინარე პირიქით არათუ შეფერხებას შეუქმნის, არამედ პირდაპირ აისახება დადებითად სამანქანო საცობის შემცირებაზე. როგორც დიდი ღომში, ასევე მიმდებარე რაიონები იქნება ეს თუ გამზირზე. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, თქვენ თვითონაც ახსენეთ საუბრის დასაწყისში, არის უბნების მიხედვით არსებული პრობლემებთან გამკლავება. დიდი ღომი ყველასთვის გასაგებია. სხვა რომელ ლოკაციებზე ფიქრობთ ანალოგიური, მე არ გულისხმობ მაინც და მაინც ტრამვაის ხაზს გადაწყვეტას და რა ვადებში, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო, როგორც აღნიშნეთ, ეს პროცესი არ არის რაღაც ერთ დროული, ასე რომ ვთქვა და არის მიმდინარე პროცესი და რამდენიმე მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ. ტრამვაი, რა თქმა უნდა, ამ კვირის თემაა და გამორჩეული არის, თუმცა ეს როგორც უკვე აღნიშნეთ, იგეგმებოდა არაერთი წელია და შესაბამის სკოლებს ველოდებოდით, რომ მიუსულიყავით ამ მომენტამდე, მაგრამ ამის გარდა თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მუშაობთ იგივე საზოგადოებრივი ტრანსპორტის საავტობუსე ქსელზე, აი ყოველდღიურად იგივე გასულ კვირებშიც ჩვენ მქონდა სიახლეები, მათ შორის დიდი დიღმის მიმდებარე არეალზე, სარაჯიშვილის მეტროს წინ მდებარე არეალზე, სადაც მოხდა გარკვეული მარშრუტების დამატება, გარკვეული მაგალითად 293, რომელიც ასევე საბოლოო ჯამში დიდი დიღმშიც მიდის, იყო 321, სადაც ჩვენ 18 გადატვირთული ავტობუსია, კი, ნამდვილად, სადაც ჩვენ აღნიშნული სწორედ მგზავრთნაკადის ზრდიდან გამომდინარე მივედით იმ დასკვნამდე, რომ უკვე შესაძლებელი იყო გადაგვეყვანა ეს ტრანსპორტი 18 მეტრიან მოძრავ შემადგენლობაზე და რამაც ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. ამის პარალელურად მიმდინარეობს საგზაო სამუშაოებიც, ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც. თქვენ იცით, იგივე ამ მონაკვეთზე რო ვისაუბროთ, იქ გადაიწყო მოედანი, გადაიხაზა ახალი დიზაინით იმისთვის, რომ ამ ავტობუსებმა თუ სხვამ, რომელიც გასავლელად იყენებს ამ მონაკვეთს, კიდევ უფრო სწრაფად შეძლოს თავის გაჩერებებამდე მისვლა. უკვე გვაქვს ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან ახალი არის და ჩვენ ესეთი სწრაფი დათვლების გამოყენება არ გვყავს, უკვე გვაქვს ჩვენ აღნიშნულ მონაკვეთზე გამავალ საავტობუსე დროებში მოგება, ასე რომ ვთქვათ, თითოეულ წრეზე, სადაც ავტობუსმა დაზოგა 5-6 წუთი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საუბარია თითოეულ წრეზე, იგივე გზანის მიმართულებით მიმავალი ავტობუსი იქნება ეს თუ 321, რომელიც თქვენც აღნიშნეთ, როგორი გადატვირთული იყო. თითოეული წუთის მოგება ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო სწრაფად მიდის ავტობუსი გაჩერებაზე და უფრო კომფორტული არის გზავრობა. მაგრამ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი და პრობლემურ ნაწილს თვითონ მარშალგებოვანი წარმოადგენს, განსაკუთრებით როცა 18 მეტრიანი ავტობუსები გადაადგილდება და ამ ზოლში საკმაოდ დიდი რაოდენობით, დიდი ყვითა როდესაც მოდის საბურთალოსკენ, ეს ავტობუსები გარდა იმისა, რომ ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი არის 18 მეტრიანი ავტობუსები, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით ადამიანი გადაყავს, მაგრამ საცობების კუთხით სერიოზული შემოფერხებელი, რადგან იქ არ არის ბასლაინები, ავტობუსის ხაზები. ამ მიმართულებით რაიმე იგეგმება თუ არა, მე ძალიან კარგად მესმის, რომ ეს ერთ-ერთი ყოზრთული მონაკვეთია და ეხა შეიძლება უცე პასუხი არ ქონდეთ, თუმცა მთლიანობაში სატრანსპორტო გეგმაში თუ არის გათვალისწინებული. კი ბატონო, ერთ-ერთი დერეფანი არის საავტობუსო, როგორც თქვენ უკვე ძალიან ზუსტად ახსენეთ, ერთ-ერთი მთავარი დერეფანია ტრანზიტული, რომელიც მომსახურებულია შესაბამისად მგზავრთნაკადიდან გამომდინარე 18 მეტრიანი ავტობუსებით. აქ არ არის მხოლოდ საუბარი დიდი დიღმის მარშრუტებზე, ჩვენ გვყავს გზანიდან მომავალი მარშრუტები, რომელიც ასევე დიდი რაიონია მოგეხსენება.
შესაბამისად, რა თქმა უნდა, აქ ეს არის გათვალისწინებული და ვფიქრობთ ამაზე და შესაბამის დიზაინებზე, თუმცა ეს ეტაპობრივად მიმდინარეობს ესენი აი ამ მუდმივი დაკვირვების პროცესიდან გამომდინარე. საავტობუსო ბრძოლი ეგრეთ წოდებული ბასლენი დაიხაზა ხიდზეც, ასევე აი სარაჯიშვილზე ამსვლელი სარაჯიშვილის მოედანზე და შესაბამისად გვინდა რომ ამას მიუყვეთ და ესე ეტაპობრივად თავისთავად ეს გაგრძელდება ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ამ რაღაცა მე მგონი ამას უკვე ჩვენ გაგრძობადი ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, მე მგონი ნათელია რომ ეს არ არის ერთი ქუჩა, ორი ქუჩა ან რაღაცა რომელიმე ერთი რაიონი. ეს არის ზოგადი პოლიტიკა, რომელიც აუცილებლად შეეხება ყველა იმ მონაკვეთს თუ ძირითად მიზიდვის წერტილს, სადაც ჩვენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გვყავს. კიდევ დამამატებდი უშუალოდ გელოვანთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად აი რაც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რომ აუცილებლად ის ნაკადი, რომელიც ვთქვათ შემცირდება, იგივე დიდი დიღმიდან გამომავალი სამანქანო ნაკადზე, რა თქმა შემთხვევაში საუბარი, რომელიც გამოიყენებს თქვა საზოგადოებრივ ტრანსპორტს თუ გადაადგილების საშუალებას, ეს ავტომატურად ნიშნავს ასევე გელოვანზე შემცირებულ ნაკადს და უფრო თავისუფალ მოძრაობას, რადგან ეს ყველაფერი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში. კი ბატონო. რაც შეეხება თვითონ საავტობუსო ქსელს, ეხლა რამდენი ახალი ავტობუსი გვაქვს? იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ხედავთ ხო, მათ შორის გლდანიდან მომავალი 304-ის ხაზი, რომელიც ასევე 18 მეტრიანი ავტობუსია და შემდგომ. ანუ ამ მიმართულებით რა სიახლეებს უნდა ველოდეთ თუნდაც წლის განმავლობაში? ნამდვილად როგორც აღნიშნეთ, მონიტორინგი, საერთო-ნაკადის მონიტორინგი და გარემო პირობების მონიტორინგი ეს ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნოთ, ანუ ეს გადაწყვეტილებები არ მიიღება მხოლოდ საერთო-ნაკადზე რაოდენობიდან გამომდინარე, მიიღება გადაშენიანების გათვალისწინებით, თუ ვთქვათ, ახალი მიზიდვის ცენტრების წარმოქმნიდან გამომდინარე, რაღაცა პერმანენტული საჭიროებებიდან გამომდინარე, რომელიც მუდმივად შემოდის თავისთავად სხვადასხვა მოთხოვნების სახით პირველ რიგში მოსახლეობიდან. შესაბამისად, ამიტომ იგეგმება 18 მეტრიანი ავტობუსების არსებობა შეამცირა დაუშვათ ის პრობლემები, რაც არსებობდა მათ შორის გაჩერებებზე, ხანგრძლივი დგომის თვალსაზრისი და ასე შემდგომ მოქალაქეების. უდავოდ 18 მეტრიანი ავტობუსი, რომელსაც საორიენტაციო 150-160 ადამიანი გადაყავს, ამან აღმოფხვრა ის პრობლემა, რომელიც არსებობდა გაჩერებაზე და გაჩერებებზე, ვთქვათ ხო, რაღაცა ხაზი თუ პრობლემური იყო, მგზავრის მოცდასთან დაკავშირებით და დარჩენასთან დაკავშირებით, ასე ვიტყოდი. ასევე აღნიშნავ კიდევ ერთხელ, რომ თვითონ მარშრუტიდან გამომდინარე, მარშრუტი არ შედგება ერთი ან ორი გაჩერებიდან, ხო? თუ სადღაც შეფერხება გვაქვს, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ თქვათ გლდანით შეფერხება შეიძლება ნაძალადებში გამოიხატოს რაღაც მომეტებულ მგზავრთნაკადში, ან თუნდაც სადღაც მარშრუტის ბოლოს. თუმცა ეს პროცესი ჩანაცვლების იქნება, ეს თუ კორექტირების იქნება, ჩვენ მაგალითად გასულ კვირას გავუშვით ასევე ძალიან მნიშვნელოვანი 354 ნომერი მარშრუტი, რომელიც ზემოფონიჭალიდან უკვე გავიყვანეთ რუსთაველის და აღმაშენებლის გავლით მივიყვანეთ ვაგზლამდე, რადგან ეს მოთხოვნები ჩვენ ხედავდით, რომ იყო ზრდადი და შესაბამისად აქედან გამომდინარე მოხდა კორექტირება. ესეც ერთ-ერთი საშუალება არის, თავისთავად არ არის აუცილებელი, რომ მაინც ახალი მარშრუტი შეიქმნას ნებისმიერ იგეგმება ახალი ავტობუსების შემოყვანა? აუცილებლად ჩვენ ვფიქრობთ, რომ შემდეგი ეტაპი იქიდან გამომდინარე, რომ საერთო-ნაკადი ზოგადად მზარდი არის, რაც ძალიან სასიხარულოა, რა თქმა უნდა, და ასევე განაშენიანება ზრდადია. ანუ სასიხარულო რეალურად ამ რეფორმამ მოიტანა ის, რომ საქალაქო ტრანსპორტს დღეს უფრო მეტი ადამიანი რა თქმა უნდა, ჩვენ ცალსახად შეგვიძლია, ანუ რადგან მარშრუტების მიხედვით შეგვიძლია გავყვეთ და ამას დავაკვირდეთ, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაც უფრო კომფორტული ხდება მგზავრობა ნებისმიერ მიმართულებით, აქ მაინც ავტობუსზე არ არის საუბარი, ავტობუსი შეიქმნება ეს. ხო, თუმცა საავტომობილო ეს ხაზის არსებობა, ეგრეთ წოდებული ბასლაინი მნიშვნელოვანი საშუალება იმისთვის, რომ დროულად მიხვიდე დანიშნულების მნიშვნელოვანესი არის ნამდვილად ინფრასტრუქტურულად აღნიშნული გადაწყვეტები. მაგრამ ასევე როგორც ვთქვით, ურბანული მიმართულებით განვითარებიდან გამომდინარე, იგივე უბნების განვითარებიდან თუ განაშენიანების დიდიდან გამომდინარე, ჩვენ ეს მეორე მნიშვნელოვანი მომენტია, რასაც ვითვალისწინებთ და აქედან გამომდინარეც ჩვენ უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას საფინანსო ინსტიტუტებთან, რომ შევძლოთ მომავალ წელს უკვე ახალი 200 ავტობუსის შემოყვანა. 18 მეტრიანის ისევ თუ ამ ეტაპზე აღარ ვფიქრობთ, რომ 18 მეტრიანი გახდება საჭირო, თუმცა რა თქმა უნდა ეს პროცესი დაკვირვების გრძელდება, მაგრამ საშუალო სიგრძის 10-12 მეტრიან ავტობუსებზე არის საუბარი ამ ეტაპზე, რომელიც იმ მარშრუტებს მოემსახურება დამატებით, სადაც ჩვენ ზრდა გვაქვს, ან იმ უბნებს, სადაც ჩვენ ან რაღაცას ამ ფორმის ტრანსპორტი არ გქონდა ავტობუსზე, ან ძალად ახლიდან შეიქმნა. და ჩვენი საუბრის ბოლოს რუსთაველის რეაბილიტაცია მე იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები, რომელიც ფიქრობს, რომ
რომ დიახ, რუსთაველის რეაბილიტაცია არის აუცილებლად გასაკეთებელი. თუმცა ეს ძალიან კარგად გვესმის ყველას, რამხელა პრობლემა შექმნის სატრანსპორტო გადაადგილების კუთხით, თუნდაც იმ 4 თვის განმავლობაში. ამ მიმართულებით რას გეკმავთ? ნამდვილად მოგეხსენებათ, რომ პირველ რიგში რაც თქვენ ახსენეთ ვადასთან დაკავშირებით, ანუ ეს არის მინიმალურად ვადა, ნამდვილად, აი ჩვენ ძალიან ახლა რუსთაველი ეს თავისთავად სწორედ ამდენი დრო გეგმარება, იმიტომ დაჭერდა ამ მოსამზადებელ სამუშაოებს, რომ აი ეს დისკომფორტი რაც იქნებოდა და მათ შორის ზაფხულის სამუშაოების, ზაფხულის თვეებში მაქსიმალურად სამუშაოების და დროის გამოყენების ხარჯზე მაქსიმალურად შემცირებული იყო. ეს ერთი. ამის გარდა ჩვენ ვფიქრობთ, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ფილარმონიიდან თავისუფლებამდე იქნება გადაკეთვა, რაც ტოვებს ორ უმნიშვნელოვანეს კვანძს, სატრანსპორტო კვანძს, თავისუფლების მოედანს და გმირთა მოედანს, ხელუხლებელს იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამარტივდეს გადაადგილება და გადანაწილება ზოგადად მგზავრთა ნაკადის. ნებისმიერი საქმეობარია როგორც სამანქანო ნაკადზე, ასევე რა თქმა უნდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაკადზე, იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ, რუსთაველი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო გამტარი არის ასევე საავტობუსო ტრანსპორტისთვის. და ბოლოს ასევე მეტროები, რომელიც ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად რჩება და ოპერირებადი არის და მარჯვენა სანაპიროს აი ამ კვანძების და მეტროებზე ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ძირითადი გამტარები იმ მგზავრთნაკადის, რომელიც აქ შეიძლება არსებობდეს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ და შედეგების თვალსაზრისით სიამოვნებით გიმას ვიძლევთ პერიოდულად ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ. მადლობა წარმატებებით, ხანს.